სალამი YouTube-ს. დიდი ხანი გავიდა რაც ვიდეო არ ჩამეწერია. ბოლოს გქონდა ოლიმპიის სერიები, რომელიც აგვისტოში დამთავრდა. და იქიდან უკვე დაახლოებით 5 თვე გავიდა და შესაბამისად აღდგენითი პერიოდის მორჩა. ახლა ვიწყებთ ახალი ჩემპიონატის მზადებას, რომელიც გაიმართება პოლონეთში, კვლავ NPC, კვლავ პრო ბარათზე და მზადებისთვის გვექნება დაახლოებით 3 თვე ნახევარი. იდეაში უფრო ადრე დავიწყე მზადება, მაგრამ რასაც რეჟიმი ქვია და უკვე სერიოზულ ფაზაში შესვლა, ეს უკვე რამდენიმე კვირა რაც მოახდინე და მოახერხე. შესაბამისად გაწერილი არის კვება და ვარჯიშები ყველაფერი ის რაც გვჭირდება. შესაბამისად დღეს დავიწყებთ სერიებს. გაგაცნობთ როგორ გამოიყურება ჩემი 1 დღის კვება მატებაზე. ალბათ მარტის ბოლომდე კვლავ მატება მექნება. მინუსი ერთი ის გვაქვს, რომ მოსამატებელი გვაქვს კუნთური მასა. სხვა ისეთი არაფერი არ არის, რამაც შეიძლება ხელით შეგვიშალოს. ასე რომ დიდი აქცენტი არის მატებაზე. ახლა კი გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ჩემი კვება და რას რატომ მივყენებ. დღიურად გვაქვს 5 კვება, ან 6 გააჩნია. შევცვალე სამუშაო გრაფიკი. ვიწევდი ხომ ძალიან ადრე 8-ზე. ახლა ცოტა გავითავისუფლე იმისთვის, რომ ძილი მოვაწესრიგო. შესაბამისად ასე ადრევე ვეღარ ვიწყებ კვებას, ამიტომაც 6 კვებიდან 5-ზე გადავედი. ხანდახან 6-ის გამომდის ხოლმე, დროს გააჩნია, მაგრამ თვითონ კვება იგივე დარჩა. რაც 6-ზე იყო, ის გადანაწილდა 5-ზე. ძირითადი წოკვები გვაქვს ნახშირწყლად ბრინჯი. ბრინჯს ვიყენებ ყველანაირად, რადგან ყველაზე მეტად მუშაობ ჩემზე ეს ნახშირწყალი. შვრია, კარტოფილი, ნაკლებად და დანარჩენი ყველა ნახშირწყალი. შესაბამისად ძირითადი წყარო არის ბრინჯი და ხილის სახით ბანანი, რომელიც ასევე ნახშირწყლად გვევლინება. დანარჩენი ცილა სტანდარტულად ქათმისფილე და პლუს ფარში საქონლის. საქონელი მაინც ყველაზე მეტად უხდება ცილების მხრივ ჩემს ორგანიზმს და გააჩნია თუ ბოლო კვებას ახში მიწევს, კვერცხი მაქვს ხოლმე ამ შემთხვევაში. რაც შეეხება თითოეულ კვებას. თითქმის იგივენაირი კვება მაქვს. ცხიმები რაც არის გადაწეული მაქვს ბოლოში, რადგან ცხიმები ათვისებას უფრო ანელებს. შესაბამისად შედარებით მარტივ საკვებს ვიღებთ დღის პირველ ნახევარში და შემდეგ მივყვებით დღის მეორე ნახევარს. ვარჯიში ძირითადად მიწევს ხოლმე ყოველთვის მეორე კვების მერე. ამ ეტაპზე ვარჯიშობ 5 ჯერ. შაბათ-კვირის გარდა. ამ კვირაში დღეს არის კვირა და გუშინ ამ შაბათს მაინც ვივარჯიშე და ჩამორჩენილი კუნთებზე მქონდა აქცენტი. ყველაზე ჩამორჩენილი კუნთი მაინც ჩემთვის არის ალბათ ზურგი. ზურგი ყოველთვის ჩამორჩენილია, ასე ვთქვათ. და დამატებით ხელები. ხელებში გულისხმობა თვითონ ბიცეპსი, ტრიცეპსი და დელტაც. და ცოტა მეტი მუშაობა მჭირდება ბარწაღის ბიცეპსზე. ან ცოტა მეტი განსაკუთრებული არაფერი. შესაბამისად, ზურგს ვაკეთებ კვირაში 2 ჯერ. დღეს მაინც კვების ნაწილი გვაქვს და ამებს უფრო ვრცლად შევეხები შემდეგ ვიდეოში, როდესაც დავიწყებ ვარჯიშების გადაღებას და ახსნას. ამ ეტაპზე უბრალოდ გაჩვენებთ რას როგორ გავაკეთებ და გადავანაწილებთ მთლიან კვებას. ახლა ვუწევთ ბრინჯს. დაახლოებით დღიურად მაქვს 500-დან 600 გრამამდე დღეს გააჩნია. როდესაც მაქვს ჩამორჩენილი კუნთები, მაშინ თავისთავად უფრო მეტ კალორიას ვიღებ, რომ მაქსიმალურად იმ კუნთებზე იყოს აქცენტი. ეს არის დაახლოებით 500 გრამი ზუსტად. ხვალ მაქვს ზურგის დღე, შესაბამისად ან ცოტა ბრინჯს დავამატებ, ან სხვა საკვებს და ნახშირწყლების რაოდენობას ამით გავდით. ახლა კიდევ გადავიდეთ ჩვენს ცილებს. ახლა ვამზადებთ ქათმისფილეს. თუ მარტო ქათმისფილე მაქვს და საქონლის ფარში არ მაქვს, ამ შემთხვევაში 500-600 გრამი მიწევს, უფრო 600 გრამი. როდესაც საქონელიც მაქვს, მაგ შემთხვევაში ქათმისფილე დაახლოებით 300-დან 400 გრამამდე მაქვს და დანარჩენი ფარში. ზოგადად უმჯობესია თუ ორივე იქნება კვებაში, მაგრამ ხანდახან დროის მხრივ ორივეს გაკეთებას ესე ვერ ვასწრებ, თუმცა ერთი სახის საკვები მაქვს ხოლმე. ეს არის რა თქმა უნდა გადატვირთული გრაფიკის მინუსი. მაგრამ არანაირი პრობლემაა.
ეხლა ნუ ჩემი რეცეპტით ვაკეთებ ქართლის ფილეს, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცით. და შემდეგ უკვე გადავალთ და გავაკეთებთ საკმარს. ქართლის ფილესთვის ვიყენებთ ხოლმე ქართლის საკმას, სრულიად საკმარისია. სხვა სუნელებს არაფერზე არ ხმარობ. და მარილი ნუ სტანდარტული. ჰიმალაის ვიყენებ ხოლმე როცა შრობაზე ვარ და მომჯერად სტანდარტულს გამოვიყენებთ. ეს ალბათ დიდი ალბათობით ორ კვებაზე გამოვა. 150 გრამამდე ალბათ თითო კვება. ესეც ჩვენი 5 კვება. გვაქვს 3 კვება ქართლის ფილე, 2 კვება საქონლის ფარში. დამატებით დიდი ალბათობით კვერცხი გვექნება, ანუ 6 კვება გამოგვივა ჯამში. ხოლო ნახშირწყალსაც შეეხება ბრინჯი 500 გრამი უმადაწონილი, რომელიც 1000 რაღაცა გრამი გამოდის, ზუსტად არ ვიცი. და დავამატებ სტანდარტულად მარილს და უფრო 2 სუფრისკოლა ზეითუნის ზეთს. გადავანაწილებ ყველა კვებას შესაბამისად და ეგ არის. ცხიმებიდან სტანდარტულად ვიყენებ მხოლოდ კვერცხის გულს, ზეითუნის ზეთს და საქონლის ფარშიდან ვიყენებ დამატებით ცხიმს. სხვა არაფერი არ მაქვს, არის ხოლმე გამონაკლისი არქისის კარაქი. დანარჩენი ცხიმები არ გვაქვს. ნახშირწყალიდან როგორც თქვი გვაქვს მარტო ბრინჯი, ბანანი და ცილები უკვე თქვით რაც არის. ეს არის და ეს. ჯამში გამოვიდა დაახლოებით 3500 კალორია, 200-ზე ცოტა მეტი ცილა, 500 ნახშირწყალი, როგორც აღნიშნე ცვალებადია და ცხიმი ამ ეტაპზე მაქვს დაახლოებით 60 გრამი. მოსამატებელია დაახლოებით მომთელი ობრიდან 1 გრამამდე მაინც მინდა კილოზე. უბრალოდ ვაკონტროლებ კალორიებს, ვუყურებ ფორმას და მის მიხედვით ვცდილობ მომატებას. ეს არის და ეს. 6 კვება გამოგვივიდა, იდეალური არის. და შემდეგი ვიდეო აუცილებლად იქნება ვარჯიშის და იმასაც განვიხილავთ, რა სტილით ვარჯიშობთ და რადგან ფოკუსირებული. როგორც გითხარით, დღეს არის კვირა, შესაბამისად არ მაქვს ვარჯიში და კვირა დღეს ყოველთვის, თითქმის ყოველთვის მაქვს ხოლმე დარღვევა, ერთი კვება, რადგან მიბუნად ვარჯიშობ 5 დღე და მაქსიმალურად მინდა რომ დასვენების დღეს მქონდეს შემდეგი დღეებისთვის კარგი აღდგენა. თან კლება ჯერ კიდევ შორს არის, საკმაოდ სუფთად ვიკვებები, იმისთვის რომ ერთმა დარღვევამ რამე გააფუჭოს ან შეცვალოს. აქედან გამომდინარე, კლებაზეც ბევრად მობილიზებული ვიქნები და დაწყნარებული და ვფიქრობ, იდეალური ვარიანტია ამ დღეებში ჩემთვის დარღვევა. მხოლოდ ერთი კვება რა თქმა უნდა. და რაც შეეხება დანარჩენ კვებებს, სუფთად მივყვებით ყველაფერს და ჯერჯერობით ასე გამოიყურება მთლიანი დღის კვება. შემდეგ ვიდეოებს დაელოდეთ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ და დამიტოვეთ კომენტარები თუ რა გსურთ კონკრეტულად, რომ მიხილოთ შემდეგ ვიდეოში. Peace.